ჩვენ ახლა გვითხოვთ, რომ ერის პირქვე დამხო, გათახსიერება, გაწყალება, იქიდან დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს. წარსული კვდრის საძირკველი აწყვასი, როგორც აწყო, მომავლისა. ჩვენი ქართველების საძირკველი არაფერია წინაპრების გარეშე. ვინც ეს იცის, არ გაუჭირდება იმის მიხედვით, რომ წინასიტყვები ილია ჭავჭავაძეს, ქართველ მწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს ეკუთვნის, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ეროვნული სულისკვეთებით აღუძებდა ქართველებს. ილია ჭავჭავაძემ ყვარელში, დიდგორა ოჯახში გაატარა ბავშვობა. პატარა ილიას ერთი უცნაური ჩავა ჰქონდა. მას მარტოობაში ფიქრი უყვარდა. ხშირად მიუჯდებოდა ხოლმე ფანჯარას, უყურებდა მინდვრებს და დიდხანს არაფერს ამბობდა. მას რომ ეკითხებოდნენ თუ რაზე ფიქრობდა, ის პასუხობდა, რომ ძალიან ბევრი რაღაც იყო შესაძლებელი. იმ დროს ეს მხოლოდ ყმაწვილი იყო, მაგრამ თითქოს უკვე გრძნობდა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მომავალში უნდა ეტვირთა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი რუსულ იმპერიაში მოქცეული საქართველოს რთულების წინაშე დგას. ეროვნული ცნობიერება დასუსტებულიყო. ქართული ენა და განათლება ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ახალი თაობა, თეგდალეულები, რომლებიც სამშობლო სამსახურში ჩადგნენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ილია ჭავჭავაძე. სიმშვიდება შეცვლის დამონებული ქვეყნის მდგომარეობას. ილიას არ აკმაყოფილებდა მარტო ფიქრი. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოძრაობა. იგი ხედავდა საქართველოს ორ გზას. ან მოძრაობას თავისუფლებისკენ და განათლებისკენ, ან ქართველთა იდენტობის წაშლისკენ. იგი ხედავდა თუ როგორ იყო შეჩვეული ქართველი საზოგადოება დამონებულ ცხოვრებას და გახადა მისი მიზანი, რომ შეეცვალა ეს. ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება კიდევ იმიტომ იყო, რომ ის სწამდა და რასაც წერდა, სწორედ იმას აკეთებდა. იგი არ მხოლოდ სიტყვის, არამედ საქმის კაციც იყო. ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძის სამოღვაწეო არნაზე გამოჩენა უკავშირდება ჟურნალ ცისკარში გამოქვეყნებულ სტატიას, მოკლედ რომ გითხრათ 2-20 სიტყვას, რომელიც როგორც გრიგოლ ყიფშიძე აღნიშნავს, ნამდვილი ყუმბარა იყო. ამან ზიანდა შეარყია დაგუბებული, ხავს მოკიდებული სალიტერატურო ჭაობი და დიდი მითქმა-მოთქმა, დიდი ალიაქოთი გამოიწვია. მალევე ილიამ პირველი საზოგადოებრივი საქმიანობა წამოიწყო. მან საქართველოს მოამბე დააარსა. საქართველოს მოამბე არ ყოფილა მხოლოდ ჟურნალი. იგი წარმოადგენდა პლატფორმას საქართველოს ისტორიაში, რომლის წევრებსაც გარკვეული საზოგადოებრივი ამოცანები აერთიანებდათ. 10 წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე ძირითადად სახელმწიფო სამსახურით იყო დაკავებული. სწორედ ამ პერიოდში საქართველოში საბრძოლო ჩაიყარა მე-19 საუკუნის სავარაუდოდ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს, სათავადაზნაურო ბანკს. საერთაშორისო ბანკს საქართველოს პლანეტას მოიხსენიებენ. საკუთარი შეხედულება მან ნათლად ჩამოაყალიბა საპროგრამო სიტყვაში, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკი არ შექმნილა ცალკეულ ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ის აფინანსებდა თბილისის გიმნაზიის სკოლას და დაახლოებით გაიცა ამისთვის 1,065,000 მანეთი. ასევე მან დააფინანსა ილია წინასწრაშვილის სამეურნეო სკოლა და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქალთა განათლებაზე. სწორედ ბანკი აფინანსებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ბანკის დამსახურებით აღდგა ქართული თეატრი. მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რამდენად ჰქონდა ილიას გააზრებული თავისი მნიშვნელობა, თავისი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. და ალბათ სადღაც გულის სიღრმეში მგონია, რომ მან იცოდა რა მისიით დაიბადა ამ ქვეყანაზე და სწორედ იმიტომ იყო ილია ჭავჭავაძე ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და აი ამ პასუხისმგებლობის შედეგად გააკეთა ის, რაც გააკეთა თავისი ხალხისათვის და თავისი ქვეყნისათვის. ილია ქართულმა ეკლესიამ შერაცხა წმინდანად და ჩვენ ხშირად გვეკითხებიან ვეთანხმებით თუ არა მის წმინდანობას. პირადად მე რა თქმა უნდა ვეთანხმები და ჩემთვის ილიას წმინდანობა მდგომარეობს არა იმით, რომ ის სამაგალითო მართლმადიდებელი იყო ან ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას არ აკლდებოდა, არა. ილია ჭავჭავაძე იყო სამაგალითო თავისი მსახურებით. ის პირნათლად ემსახურა ყველაზე დიდ სიწმინდეს და ყველაზე დიდი სიწმინდე რა არის ჩვენთვის ქართველებისთვის, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. აუცილებლად ცალკე უნდა გამოიყოს და აღინიშნოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პირველ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციად. მათი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში სკოლების გახსნა, სადაც სწავლება უშუალოდ ქართულად იქნებოდა. მათი მიზანი არ მხოლოდ ქართული სკოლების დაარსება, არამედ წიგნთსაცავის შექმნაც იყო, რასაც ილია დიდ ყურადღებას აქცევდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა იაკობ გოგებაშვილის დედაენაც. საზოგადოებამ დააარსა არაერთი ბიბლიოთეკა და სამკითხველო.
მისი ჟურნალისტური საბანკო თუ სამოქალაქო მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართულ მოსახლეობაში განათლების გავრცელებას, ეროვნული და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას, თვითმოქმედების პრინციპის დანერგვასა და გავრცელებას. მისი ცხოვრება დადასტურებაა თავისივე სიტყვების. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. 1907 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ოლღა თბილისიდან საგორამოში ბრუნდებოდნენ. გზა, რომელიც წლების განმავლობაში მშვიდობიანად გამეოლოთ, იმ დღეს სასიკვდილო მახეთ იქცა. მათ ტყეში 9 შეიარაღებული პირი დახვდათ. გაისმა სიტყვები: არ მისროლოთ ილია ვარო და მალევე მოჰყვა გასროლი წყლიც. ადამიანი, რომელმაც ერთ ეროვნული ცნობიერება დაუბრუნა, გზის პირას დაცემული დარჩა. ილია ჭავჭავაძის სიტყვები ათობით ქართველს უბიძგავდა დამოუკიდებლობისკენ. იმპერია კარგავდა კონტროლს და ილიას გავლენა გახდა მოუშორებელი დაბრკოლება. ობა ოფიციალურად ყაჩაღურ თავდასხმად გამოცხადდა, მაგრამ ყველა მიცოდა სიმართლე, რომ ეს იყო იმპერიის ანგარიშწორება კაცთან, რომელიც საქართველოს ეროვნული სულის განსახიერებად იქცა. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები ერთგვარი სარკეა, რომელიც დაგვიტოვა მან, რათა ყველა ჩვენგანმა ჩავიხილოთ საკუთარ თავში და ვიპოვოთ ჩვენი მანკიერებები. ეს მანკიერებები პირველ რიგში გვანგრევს ჩვენ როგორც პიროვნებასა და ადამიანს, შემდგომში უკვე ქვეყანას. ილია ჭავჭავაძემ საბოლოოდ ძალიან ბევრი საფრთხე დაგვიტოვა, სანამ იგი დაგტოვებდა. თუმცა უყურებთ დღევანდელ სიტუაციას და გვეფიქრება. ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი.